გამარჯობა ბატონებო და ქალბატონებო და რაღაც დაგიმალოთ ეს არის რადიო სივრცე და 98 და 5 და გახლავთ ჯაპანას პაპანაკება ესე ცხადდება ეს რაღაცნაირად მე გახლავთ თქვენი მონამურჩილი ჯაპანა და დღეს ძალიან მოხარული ვარ რომ მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი რატომ არის ხარ საერთოდ მე ძალიან დიდი პატივი ვცემ ადამიანებს მართალი გითხრათ რომ აი მე მეუბნებიან ხოლმე მაგალითად შენ კარგი მომყოლი ხარო კარგად ყვებიო იუმორი გაქვს გადაჭნიაო და ესე იგი აი როგორ გითხრათ აი და თავარი რა არის იცით რა ფიქრობ ადამიანს როცა იუმორიც გააჩნია გონი გააჩნია რატომაც ოტია იოსელიანის ის გამახსენდა კაი ნათქვამია რომ ადამიანს ხანში კი არ არისო ხანშიო თავშია უჭუაო რა ხო და აი ძალიან მიყვარს ბიჭო ეს ჭკვიანი ადამიანები საერთოდ რა ბატონებო და ქალბატონებო და დღეს ესეთი აი ეგეთი აი გონიერი ადამიანი არის დღეს ჩემი სტუმარი და ის გამოც ძალიან დიდ პატივს ვცემ ეს მუსიკა გამომირთეთ ყურში ბატონებო და ქალბატონებო რა მოგჭირ რა გჭირთ მანდ ესე იგი ბატონებო და ქალბატონებო კიდევ ერთხელ გიმეორებთ რომ საერთოდ დიდი პატივის ცემით აღარ განწყობილი გონიერ ადამიანებთან და დღეს მყავს ერთი ესეთი საოცარი ადამიანი ეს არის ნანა დევდარიანი ახლა რეგალიები რომ ჩამოთვალო გასაგებია ნუ მიტყვი მაინც რომ იყო ჟურნალისტი მოგეხსენებათ იყო პოლიტიკოსი ორი მოწვევის პარლამენტარი გახდათ საკრებულოს წევრი და მდივანი აგერ სახალხო დამცველი ჩემო ბატონო ცესკოს თავმჯდომარე შენ შემოგივლო ჩემი თავი და ძალიან საინტერესო ცხოვრება და ბიოგრაფიის მქონე ადამიანია ეს ადამიანი რა დიდი მადლობა ნანა რომ მობრძანდი ჩემთან და პატივი დამდე ჩემთვის არის მადლობა რომ დამიწახე არაჩვეულებრივი შოუ გაქვს ძალიან სიამოვნებით უყურებ ხოლმე მადლობა ჩემო კარგად ისმინება და კარგად იყურება მოკლედ აი მე ძალიან დიდი მადლობა ეხა ის ჩემთვის არის როგორ იცი აი რას ამბობ რა თან დიდი ფასია ჩემთვის რა შენ რომ ამბობ ამას განსაკუთრებით დიდი ფასია ჩემო კარგ ადამიანო ეხა საერთოდ ჩვენ სტუმრებთან რაღაცა ტრადიციულად ვიწყებთ ლაპარაკს ესე რომ ვიდა რომ დავიწყოთ ბავშვობიდან რა საერთოდ ეხლა ძალიან ბევრი ადამიანს აინტერესებს დარწმუნებულია ნამდვილად ბავშვობა თან მით უმეტეს ყველამ კარგად იცის ალბათ და ვინც არ იცის ვეტყვი რომ შენი ბაბუა იყო სრულიად საქართველოს პატრიარქი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორემდე ეს იყო 72-77 წლები და ძალიან საინტერესო იყო ალბათ გახსოვს ეხლა წლოვანებითაც ისე ხარ რომ ბავშვობაში მაინც მოესწრებოდი ბაბუას და რა ურთიერთობა ქონდა და დავიწყოთ ბაბუათი მე ვინ იყო ბებია მე დედმამა ჩემო ბატონო რა მოხელი ნაჩელნიკები არიანო როი ბებიაჩი მეტყოდა ხოლმე რა მოხელი ნაჩელნიკი ვინ იყვნენ და საიდან მოდიხარ ესეთი კარგი შენ გაბზდელს ვენაცვლო შემი თავი დავიწყოთ ასე კარგი. ნუ ბაბუა დავით მეხუთე, სხვადასხვა წყაროთი ახლა ამბობენ რომ დავით მე ხარიტონი იყო საერო სახელი. ხარების წინა დღეს იყო დაბადებული ხარიტონი. წარმოშობით ხარაგაულის რაიონიდან. მიროწმინდა, მაგრამ როგორ იცი დევდარიანების გვარი არის სვანეთიდან. და ეხლაც არიან ეგ სვანეთში დევდარიანები არაჩვეულებრივი ხალხია, მაგრამ ეს შტო 300 წლის ჩამოსახლებული იყო იმერეთში უკვე. და როგორი სახელია ხო მიროწმინდა. კომუნისტების დროს ხა მიროწმინდა როგორ შეიძლებოდა და დაარქვეს წითელი ხევი. მდინარე იყო გამყოფი ყარნება, იქით იყო სარგვეში სოფელი, აქეთ იყო წითელი ხევი. სინამდვილეში ეს მიროწმინდა და რა კარგია სახელიც აღდგა, ტაძარიც აღდგა. რომელიც იქ დგას არაჩვეულებრივი სოფელია ძალიან ლამაზი. ხარაგაულის რაიონი არის საოცრება. ეს მთა და ტყეები და ძალიან ლამაზი. აი რა არის იცი ბაბუა ჩემის ბავშვობის მეგობარი იხსენებდა ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა რომ სკოლაში რომ მივდიოდითო დამტოვებდაო გზაზე და შენ აქ დამიცადეო და გადაუხვევდაო იქით სულ მაინტერესებდა სად მიდის და რას აკეთებს. ერთხელაც წავყევიო და დავინახეო კედელთან ქონია მიწყობილი ასე ხატები. ეს ბაბუას ბავშვობაში მოატრიალებდა ამასო, ილოცებდაო, ისევ შეატრიალებდა ამ ხატებს და აი ჩემი თვალით რომ არ მჯერნი, იმიტომ იდევნებოდა მაშინ ეს ყველაფერი, უკვე ეს რევოლუციის ამბები და ნუ სასულიერო პირებს რა დღეში აგდებდნენ და დღეს თუ არის ლაპარაკი რომ აი ძალიან ცოტა სასულიერო პირი. საერთოდ რო იყო არ უკვე ერთი, იმიტომ რომ ზოგი გაპარსეს, ზოგი დახვრიტეს, ზოგი დაიჭირეს, ხო? აი ესეთი რეპრესიული მდგომარეობა იყო. პერიოდები იყო, რომ ტყეში იყო წასული იმალებოდა რო არ დაეჭირათ. მერე მისი ბებიაჩემის მონაყოლი მახსოვს, რომ სულ აი ეს დაჭერები რო იყო ეს 30-იანი წლები, სულ მქონდაო შიში და მოლოდინი რომ მოვაკითხავდენო და
დრო რო არ დამეხარჯა ამაზეო, გამოკროლი მქონდა წინდაწინო პატარა ესეთი ფუთაო რა, რაც უნდა გამეტანებინაო. რამდენი მანქანა გაივლიდა, იმდენი ვფიქრობდი, რომ ეხლა ხომ მაინც მოვაკითხეს და დაიჯერე. ეს ჯერ მიროწმიდაში, ეს არა, ეს უკვე თბილისში ხდება, იმიტომ რომ იქ ახალგაზრდობიდანვე შედგა ბერად იყო თუ არა, იყო თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი იყო, ცოლი ყავდა, ორი შვილი. მერე მოგვიან შედგა ბერად. მიტროპოლიტი ბერად შედგა და მიტროპოლიტი გახდა. შემდეგ მაგრამ რელიგიას ახალგაზრდობიდანვე დაუკავშირა. აი ბავშვობიდან როგორც გეუბნები, ეს აი ვინმე ყავდა ოჯახში ან მამა ან რაღაცა. იცი რა არის, იყვნენ დევდარიანების გვარის წარმომადგენლები, იყვნენ სასულიერო პირები. ეხლა მე უკვე მიჭირს მათი ნათესაობის დადგენა ჩვენთან. ძალიან დიდი ხანია გასული და ერთ ნათესავი მყავს ჩემი მოსახელი და მოგვარე ნანა დევდარიანი და ისუ იკლევს ხოლმე ამ ამბებს, რომ აი ეს მღვდელი ყოფილა, ის დეკანოზი ყოფილა და აი არის ეს ცნობები. მაგრამ უშუალოდ ოჯახში არავინ არ ყოლია მას. აი ბუნებით, დაბადებით ასეთი იყო. ხო და ეხლა აი ამ რეპრესიების პერიოდს რო ვიხსენებ 30-იან წლებს, ვიხსენებ ბებიაჩემის მონაყოლიდან, მე საიდან შეიძლება და ცოდნოდა. ესე იგი, გაჩერდებოდა მანქანაო და თითოეულა მანქანა დადიოდა მაშინ ემადინს ეძახდნენ. ემადინი. ხო. და რომ გაჩერდებოდა, წაიყვანდენო და რაღაცა დროის შემდეგ მოიყვანდენო. თურმე, ან წესის ასაგებად, ან ბავშვის მოსანათლად, აი ესეთი მდგომარეობა. ერთხელ მეც ბავშვი ხო ძალიან ესეთი მიამიტი და გულუბრყვილოდა. მაგათ მე ვთხარი როგორ უნათლავდი ბავშვს და მისვალებულს წეს როგორ რას ქვია? ამაზე უარს როგორ ვეტყოდიო პირიქით. ხო და სად მიყავდი მეკითხე და რაზე ხვდებოდი, იცი რომ ვიღაცა ბოლშევიკები იყვენო, რო შევიდოდიო და ლენინის და სტალინის სურათი და რაღაცა ეკიდაო, ესე კი ვიღაცაო და არც მე ვკითხულობდი ვინ იყვენო, ძირითადად ქალები იყვენო იქ. ისინი თვითონ არ ესწრებოდნენ ამ ამბავს, მაგრამ არ შეიძლებოდა არ ცოდნოდა და უამრავი ასეთი შემთხვევა იყო. იცი რა არის? აი ახლა როგორი მახსოვს, ხო? მახსოვს კი არა და მე 19 წლის შევსრულდი და მაშინ გარდაიცვალა იგი. გიგა ახალი დაბადებული მყავდა, უფროსი შვილი. ის კი არა, ვიცი რომ თურმე ძალიან თამდაბლობით გამოირჩეოდა. აი გვაქვს ჩვენ რაღაც ისა ჩამიგდეთ ბიჭებო რა. აი უყურე, აი შეხედეთ. ეს ძალიან საინტერესო ფოტოა, რატო? ეს არის ჩუმად გადაღებული ფოტო და ჩვენ იატაკს რეცხავს ქაშვეთის ტაძარში. ეს არის ჩუმად გადაღებული და როგორ აღმოჩნდა ეს ფოტო ამდენი წლის შემდეგ გამოჩნდა, ხო, არაფერი დამალული ხო არ არის, რაიც არ გაცხადდეს. ესე იგი, ჩასული იყო ერთ-ერთი სასულიერო პირი ეჩმიაძინში, იქ რაღაცა არქივში იმუშავა, რაღაცები დაძებნა და შემთხვევით გადააწყდა ამ ფოტოს. იმათ არც იცოდნენ ეს ვისი ფოტო იყო. და გადაიღო, გააციფრულა და ჩამოიტანა და ამდენი წლის შემდეგ, ერთი 10 წლის წინ გამოჩნდა ეს ფოტოგრაფია, მანამდე ჩვენ არ გვქონდა საიდან, ვიღაცამ ჩუმად გადაიღო. აი რა არის ეს თამდაბალის გარდა ეს იყო აი საოცარი როგორ გითხრა. ეს უკვე მიტროპოლიტია. არა, ამ დროს მიტროპოლიტია. ქაშვეთში მსახურობდა მაშინ. და აი როგორი ის ქონდა, იცი საოცარი მოთმენის უნარი ქონდა. ეხლა მე ჩემ ასაკში რო ვფიქრობ, აი წარმოიდგინე, მივედი ეს პროპაგანდით, ასე ვთქვათ, თაბურდახვეული ბავშვი და მიტროპოლიტი იყო მაშინ და ვეუბნები, რომ აი მე მეთქარ მასწავლებელმა თქვა, რომ რელიგია ოპიუმ для народа და შენ ვინ გამოდიხარ მეთქი. აი ამას რო ეტყვი, ხო? დღეს რო ვფიქრობ, როგორ მოითმინა, როგორ არა, ბაბუ, ვინ გითხრაო ეგ მომთხრა, ამადამ მასწავლებელმა. და წადი და გადაეცი ჩემგანო, რომ ციტატა რომ მოყავსო, თავიდან ბოლომდე უნდა მოიყვანოსო. ეგ როგორ მომთხრა? ეგ ენგელსმა რო დაწერაო, მთლიანობაში უწერია ესე რელიგია как лекарство, как опиум для народа. იმიტომ რომ ოპიუმი მაშინ წამლად გამოიყენა. ამათმა ამოიღესო ეს лекарство და დარჩაო რელიგია ოპიუმ для ილფი და პეტროვეს არის. რეგინმა ამოიღო რა. მოკლედ საბჭოთა იდეოლოგია მქნა ეგ გამოვიდა ილფი და პეტროვის ერგო პაჩომ ოპიუმ для народа დაუვიწყარი ფრაგმენტი და რამდენი იყო ასეთი ახლა ნუ აი როდის ვგეღებდნენ ჩვენ კომკავშირში
მე ვიყავი სრული ფრიადოსანი. მერვე კლასიდან. მერვე კლასიდან. მე არ მიმიღეს მართალი. აი, ხო და მეც არ მიღებდნენ და ახლა იცი როგორ სამოყვარების ამბავია კაცო, სრული ფრიადოსანი ვარ, ასკე ვიღაცა სხვა კლასელები მიიღეს, მე არ მიმიღეს ერთხელ, ორჯერ სკოლიდან ვაგზავნიდნენ საბუთებს, ერთხელ, ორჯერ. მესამეჯერაც დავადე თავი და მივედი ორჯონიკის რაიკომი. ხო, მანამდე ბაბუაჩემს ვთქვა, რომ ეს ანუ კომკავშირში არ მღებულობენ მეთქი. ხო, როგორ არ გაიხარდებოდა იმას, წარმოგიდგენე. რატო და არ ვიცი, მე ხარ უნდა მივიდე და გავარკვიო, აბა ეხლა კომკავშირში რო არ მიმიღარ, მე შეიძლება ინსტიტუტში ვერ ჩავაბარო მეოთხარ და აბა ხო უნდა დამჩაგრო. ხო, არაო, თავი არ უნდა დააჩაგრინო, შენი უფლებებისთვის უნდა იბრძოლო, როგორ. მივედი რაიკომში, ეს ინსტრუქტორები ამზადებენ ამ იმას ბიუროს და რაღაცა, საბუთები ეს ის და გამოიხედა ერთმა და ეს ის არისო, მღვდლის შვილი როაო. მოიცა მეოთხარი. პატიცემულო მღვდლის კი არა, მიტროპოლიტის. ეხლა მე თქვენ რაიკომის დივანზე რო თქვა, რომ ინსტრუქტორია, მოგეწონებათ მეთქი. აუტყდათ სიცილი. ნუ ბოლო კი მიმიღეს, მაგრამ აი ეს არის სასაცილო. ძალიან მღვდლის შვილია, მღვდლის კი არა, მიტროპოლიტის მეთქი. ხო და იყო ესეთი უამრავი ყოველდღიური ურთიერთობები. არა, ყოველდღიური არ ნუ ხშირად რა, ნუ ეხლა ყოველდღიური გექნებოდა. კვირაში ორჯერ, სამჯერ მივდიოდით ხოლმე რა, ახლა რამდენი ესეთი საუბარია და ერთხელ აი პატრიარქობის ფოტოა ეს. კი, პატრიარქობის პერიოდის ფოტოა ესა. აი ეს პერიოდია, სიონთან იყო მაშინ რეზიდენცია, მისული ვართ, რაღაცა პატარა სადილი. და ამ დროს შევარდნაძე გამოდის პლენუმზე თუ რა, მე მგონი პლენუმზე და რაღაცა მგზნებარე სიტყვას ამბობს და მე უშნოდ ვიხუმრე, ხო იცი ჩემი ხასიათი ხუმრობის და იმის გარშე არ შემიძლია. უშნოდ გავიხუმრე და აბუო მითხრა. ამ კაცთან იყავი ფრთხილად. რას მეუბნები, მე ვთქვი სკოლაში გარმოდის და ცეკაში მე არ დავდივარ, რა ფრთხილად უნდა ვიყო. მე ჩემი მithქვამს და აწე შენ როგორც იცი. როდის გამახსენდა ისი 92 წლის პარლამენტში თვალში რო გამიყარა შევარდნაძემ და გამახსენდა ეს ნათქვამი ხლა. საიდან იცოდა ხო? თუმცა ეხლა ეს ის პლეადა იყო სასულიერო პირების, რომლებიც ჯერ კიდევ ხილვები ქონდათ. ეს შევარდნაძე და მე. აი ფრთხილად იყავიო რომ ეთქვა. აი დროს დაასვით. აი ეს იყო. ხო და აი რამდენი წლის შემდეგ გამახსენდა ეს ამბავი რა. ნუ ხედავდა რა უამრავ რაღაცას წინასწარ ხედავდა და ამბობდა კიდევაც ერთი შემთხვევა იყო ლიტანიობა სიონში და განანიკ მე ბევრი ვნახე გრძელი კელაპტრებით ხელში ეკლესიაში ბევრი ვნახე, მაგრამ მაშინ კომკავშირის რეიდში მონაწილეობდნენ და ხალხს მილიციასთან ერთად ხალხს არუშვებდნენ სიონში შესასვლელად. მაშინ ზემოდან იყო ეს ჩასასვლელი. ეხლა შეცვლილია. და რომ დაინახა ბაბუაჩემ ეს რომ ხალხს არუშვებდნენ, რეზიდენციიდან პირდაპირ ჩასასვლელი იყო ტაძართან ეზოდან რა. გამოვიდა ქუჩაზე, ქუჩით მივიდა სადაც შეკავებული ყავდათ ეს ხალხი გაწია ხელი და ეხლა ძალიან ბრგე კაცი იყო მაღალი ესეთი ფიზიკურად ძლიერი გაწია ესენი და ხო ვეღარ გაუწეს წინააღმდეგობა ჩავიდა და თელი ეს ხალხიც მიყვა მას და მაშინ იყო ქადაგებისას რო თქვა რომ ქართველებო ნუ შედრკებითო ქართველებმა გაუძლეს მურვანყრუს აღამ ახმად ხანს ჯალალედინს ჩამოთვალა გრძელიდან ამათაც მოინერლებსო ვიფიქრე რას ამბობს ეს კაცი ამათ რა მოინერლებს ან როდის იქნება ეს იყო 75 წელი ალბათ ან 76 და სულ რაღაც 12 წელი დაჭირდა იმას რაც მან თქვა ხედავდა ის ამას აი ესეთი აი როგორი დამოკიდებულება მქონდა იცი ერთის მხრივ რა თქმა უნდა მოწიწების გრძნობა იმიტომ რომ მთელი მისი გარემო საოცარი ხმა ქონდა აი ტაძარს ავსებდა მისი ხმა ეს ძლიერი ხმა აღნაგობა მე ეს სიდარბაისლე რომელიც დღეს გალობდა თუ ნუ გალობდა როგორ ქადაგებდა ხე გალობრები იყვნენ სხვათა შორის ბუბაკი კაბიძის დედა იყო გალობელი კი სიონის ტაძარში და აი როგორ არის იცი კიდე ერთი ეპიზოდი მახსენდება ეს იყო ესეც არის
30-იანი წლების მიწურულია თუ შეიძლება 40-იანების დასაწყისი კალისტრატე ცინცაძე იყო მაშინ პატრიარქიდან. დღევანდელი კოლმორნოვის მოედანზე. იქ მივედითო თონე იყო იქო და საშინელი ნათლისღების ყინვები რო იცის, ხო იცი მაგარი ყინვა, ესეთი ყინვაო და თონესთან მდგავართ ხალხი ველოდებით პურსო. და ხაბას შევეცოდეთო და გამოიხედაო და გაიყინებითო მანდო და აქ უცხელაო და შემოდითო. შევედითო ყველანიო. შევედით და იატაკმეტყობა ვერ გაუძლოდით, ჩაინგრაო. ჩაინგრა ჩავცვევდით ყველანიო და მესმისო ხარიტონ უწმინდესის ხმა მესმისო. მე და შენ ხო ვიცით რომ ეს ამბავი ჩვენთვის არის მოწყობილი, მაგრამ ამ ხალხს რას ერჩიოდენო? ვერ დაუშვა, იმან რომ ის თავისით შეიძლებოდა ჩანგრეულ იმდენად მზად და შეჩვეულები იყვენ. ესეთ მოპოვებაზე. საშინელი დრო იყო ხა რაზე ლაპარაკი. მეც მახსოვს ეხა გადასარევად. იმ ასაკში ვიყავი რომ მახსოვს ეგ ყველაფერი კარგად. ვერ შედიოდნენ ალგომას წითელი კვერცხები მონათლა ჩუმატხდა ყველაფერი იქ მახსოვს გადასარევად მახსოვს რა. ეხა მე რა მაინტერესებს იცით ლანა რომ მშობლები ეხა აი აქედან მამა გასაგებია. დედა რაგვარის ხალბატონი მზადდებოდა. რას აკეთებდნენ როგორ აი რა აი იცი რა არის შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ორივე იყო სპორტსმენი. მამაჩემი აკრობატი იყო. დღესაც გვაქვს შენახული სახლში მისი ჯილდოები, თასები და რაღაც. მამა 4-ეულში გამოდიოდა აკრობატი იყო. მერე მუშაობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში და ყველა უპატრონო სპორტსმენის პატრონი ის იყო და დღესაც მხვდებიან მისი ნასტუდენტარები რა, რომ ეგ გვივლიდაო და ეგ გვეხმარებოდა და ყველაფერს გვიკეთებდა. დედა არის მიქაძეების შთამომავალი. ხო და დღესაც არის ჯამთილად ადობა ღმერთს და ისეთი რამები მითხარი სადამ შემოვიდოდი სტუდიაში რომ სპორტულ ღონისძიებებს არ აი ყოფილი სპორტსმენის ხასიათი არის ძალიან თავისებური რაღაც და როგორი რა სპორტსმენები ჩოგბურთელი იყო. ნუ მე გათხოვდა, მე გავჩდი და ჩოგბურთთავი დაანება, მაგრამ დღესაც არც ერთ სპორტულ მოვლენას არტოვებს უყურადღებოთ სულ მუდმივად. ეხლა მსოფლიო ჩემპიონატს უზის და არის ერთად. ყველა მატჩს უზის და ჩოგბურთზე. ვის ბალენში გობს ეხლა არის ვისია? ამ წუთში რო გითხრა ეხლა ჩვენ გქონდა ის აღზევების მომენტი, როცა ჩვენებს გულშემატკივრობდით, ხო, ევროპაზე. და ეხლა ამ წუთში ეს ჩვენი უშუალო ინტერესი უყურებს ამას როგორც სპორტულ სანახაობას. გენიალური და საკმაოდ აზარტულია და ძალიან მაგარია. თუმცა ყავს თავისი ფავორიტები, ხო. მესიზე რა სიძახის, რაო. მესი მაგარია, მაგრამ ჯოკოვიჩს ძალიან ჩამოუვარდებაო. ჩოგბურთი. არა, იმიტომ რომ ჯოკოვიჩია ძალიან მაგარი. ხო. არის კი. ნუ არა ეს რაღაცა ლეისის რეკლამას უაკეთებდნენ თურმე 2-3 დღე იღებდნენ 3 სიტყვა რო ეთქვა ეხლა რა, მაგრამ ნუ ეხლა თავის საქმეში კი არის გენიალურია, ყველაფერში ხო არ იქნება. არა, ის მართლა გამორჩეული ვინმე და მე რაც ჩემთვისაც და დეიჩემისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნამდვილად მართლმადიდებელია რა და ყველაფერში ეთყობა ყველა საქციელში. ჯოკოვიჩი. კი. ასე წარმოიდგინე დედა არის ესე ჯოკოვიჩი უყურებს. შეყვარებულია ჯოკოვიჩი და მედად მოკითხვა, დიდი მოკითხვა ჩვენგან თუ მოусმეს უღრმესი დიდი პატივისცემით და კეთს ვიხდით თქვენ წინაშე ქალბატონო. აი ძალიან მიხარია როცა ესეთ რამეს გეუბ. ეხლა გადავიდეთ თეატრალურზე. არ იცი საზოგადოება, ჩვენმა დამსწრე ღირსეულმა საზოგადოებამ გვისმენს ვისაც უყვართ. ვისმენს არ იცის რომ ნანა დევდარიანის თეატრალური ინსტიტუტია დამთავრებული. ეხლა ჩვენი ინსტიტუტი აქ უნივერსიტეტი დამიწერა იმან რა ქვია პროდიუსერმა, მაგრამ ახლა ასე ქვია უნივერსიტეტი, ყველა უნივერსიტეტია, ყველა ღობიზირას უნივერსიტეტი გაიხსნა, მოგეხსენება და ჩვენი იყო ინსტიტუტი და არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ბარე 1 და 2, იმიტომ რომ ისეთი პედაგოგები მყავდა. ხო და ხო არ გაიხსენებდი თეატრალური ინსტიტუტის ჩვენ მე გვიან ჩავაბარე და იმიტომ თორე ჩვენი შორის დიდი განსხვავება ამაც არ არის ასაკში. უბრალოდ ძალიან გვიან ჩავაბარე, მე ჩავაბარე 19 წლისამ და ამიტომ ავწვდით ჩვენ ცხული პერიოდს და ერთად არ გვისწავლია ამ პერიოდში და გავიხსენდა თეატრალური ინსტიტუტი. რატო თეატრალური ინსტიტუტი? რატო მოხდა ეს ამბავი? ნუ რა დრამის არის ისო. კი. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ ნუ მაშინ სამედიცინო ინსტიტუტი იყო განსაკუთრებული, ყველას უნდოდა, ახლა ჩემ მშობლებსაც უნდოდა. უგამოსდოთ 100,000 მიანტი ჯდებოდა დაждობა.
არა, მე მაინც ერთი გამოცდა მიწევდა, იმიტომ რომ ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა, მაგრამ არ მინდოდა არ იყო ეს ჩემი, ეს ის პერიოდია, როცა რობიკო სტურუა, თემურ ჩხეიძე, ქართული თეატრი ისეთი აღმავლობის ფაზაში იყო. აი, როგორ გითხრა, ეხლა ბევრს ქილიკობენ 33 ლარიან თუ მანეთიან ბილეთზე და იმაზე, როგორ ჩვენ პრობლემა არ ქონდა პრემიერებზე მოსკოვში ჩავდიოდეთ და ახლა რუსთაველის თეატრი რო ჩავიდა გასტროლებზე მოსკოვში დედაჩემმა წამიყვანა და აი როგორ იყო ისეთი ფურორი იყო ისეთი მდგომარეობა იყო რომ იყო ასეთი ცხენოსანი militsia კონნე militsia და ცხენოსანი militsia იცავდა შენობას იმდენი ხალხი იყო და ისეთი მოთხოვნა იყო თბილისშიც იყო ცხენოსანი militsia კი ეს იყო იმ დროს და მე რა არის იცი მე ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი მაგრამ ამაშიც დედაჩემის როლია ძალიან დიდი ბავშვი შეიძლება აქტიური იყოს და ჩაუკლა ეს და შეიძლება წაუხალისო ხო შენ თუ გახსოვს გეხსოვნება მოზარ მაყურებელთა თეატრში იყო ესეთი სპექტაკლი მუმუშას დროს სადახარ სოფიკო ნათელა მაჭავარიანი თამაშობდა ბაღათურია და ბაღათურია და კი ბატონო ძალიან მაგარი სპექტაკლი იყო და მაგარი იყო მუმუშა საერთოდ კი მუმუშა გენიალური რეჟისორი იყო და მაშინ ტელევიზიამ გამოაცხადა ესეთი რაღაცა კონკურსივით რომ წერილები უნდა გაგვიგზავნა ну ვისაც შეეძლო და ჩათვლილ და საჭიროდ და მე საჯარო განხილვა უნდა ყოფილიყო სპექტაკლის და გავაგზავნე მეც წერილი დამიძახეს და იმის მერე მოხდა ძალიან უცნაური რა როგორც ჩანს გამოვიდა ის გადაცემა და არ შეიძლება არ გამოსულიყო ისეთი თანავარსკვლავედი იყო მსახიობები ისიქით მუმუშა ბავშვების ყველანი კარგები მომზადებულები რომ შემიყვანეს მოზარ მაყურებელთა თეატრის საბჭოში მოსწავლე შემიყვანეს საბჭოში და იქ მნიშვნელოვანი საკითხები რო წყდებოდა ხოლმე გვეძახოდნენ და მე აი აღმოჩნდი ჩართული ამ და მე ხო იცი კულისებიდან თუ შეხვალ თეატრში მე იქიდან გამოსვლელი არ ხარ კი ბატონო და მე ყველაფერი თან რა არის იცი ერთი მომენტის არის ძალიან მნიშვნელოვანი მე სულ მომყვებოდა ეს რომ აი რაღაც წარმატებას თუ მივაღწევ ეს არ ჩათვალონ რომ ბაბუაჩემის გამოა ხო და ეხლა ბაბუაჩემს თეატრალური ინსტიტუტი რაში დააინტერესებდა რომ იქ მივსულიყავი ხო და აი ამან ბაბუაჩემის გამო იმ პერიოდში საერთოდ რო გადარჩიდა სადმე ჩაავალე და არა ეხლა ეგრე მძიმეთაც აღარ იყო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი წარმატების დაბრალება ბაბუაჩემისთვის აღარ გამოვიდოდა იმდენად განსხვავებული სფერო იყო ეს თეატრალური ინსტიტუტი და მე აი რა პედაგოგები გყავდა ჯერ გასაუბრებაზე მიშა თუმანიშვილმა მოგვისმინა ბავშვებს ჩემი პირველი პედაგოგი იყო ლილი იოსელიანი ძალიან მკაცრი და ძალიან ანუ დიდი პიროვნება მართლა მე მოხდა ისე რომ მე ბავშვი შემეძინა აკადემიური ავიღე მე დავბრუნდი უკვე დოდო ალექსიძესთან და მე ის ჯგუფი გაიყო ორად და აღმოჩნდი გიგა ლორთქიფანიძესთან. აი ეს საოცარი ადამიანი. ერთი პიტერბრუკი გაგვია და მოკლედ გამოიარე. ერთი გიგა ლორთქიფანიძე მირჩევნია პიტერ ბრუკს. სხვათა შორის შემშულსაც გიგა იმიტომ ქვია, ну გიორგია რა თქმა უნდა, მამაჩემი გიორგი იყო, გიორგი და მაგრამ გიგა იმიტომ რომ აი უზომოდ მიყარდა გიგა, აი უნიჭიერესი კაცი ძალიან. აი კაცი შამპანური რა, აი ესეთი. ან რა მთხრობელი, ან რა ისტორიების მომყოლი, ახლა ერთ ისტორიას მოგიყვები ეს. ესე იგი, ტოსტონოგოვის ჯგუფში სწავლობდა გიგა და ყვება ესეთ ამბავს, რომ რაღაცა ოტელოზე, შექსპირზე, ოტელოზე, ტრაგედიებზე იყო ლაპარაკი და მოვაყოლა ამას. ახლა და გიგა ყვება, რომ მოკლედო განვიხილავთ ოტელოსო და ერთ-ერთმაო კითხაო ჩვენგანო რომ ანუ გიორგიო ახლა თუ ეგეთი გენიოსი იყო ეს ზანგიკაცი მაურიო მთავარსარდალი გახდაო ესეთი წარმატებული ესეთი მაგარი ესეთი ჭკვიანი იაგოს პათხალიმობაზე როგორ წამოეგო რა რაღაცა ეშლებაო შექსპირს კარგად არ უწერია ეგ ამბავი ეთყობაო ჩაფიქრდა დოსონოვი და ისეო ესე ვერ აგიხსნიო და შესვენებაზე გაჩვენებო რა. გამოვეფინეთ მესამე სართულზე გზელდერეფანი რო იყო ბოლოში საპროფესორო გახსოვს? კი, როგორ არა. გამოვეფინეთო ეხლა და
ველოდებით რა უნდა გვაჩვენოს და მოდის აკაკი ხორავა იმ ხანად რექტორი. მაღალი, ლამაზი, ტანადი, ზენიტში მყოფი მსახიობი ხო, ხალხი რო აფანატებდა. მოდის და მოაგვს დერეფანიორა და ეს მის უნცულდაო და ასეთ თავის კოტატითებით შემოკრატაშიო. აკაკი ალექსანდროვიჩ, что с вами? А что со мной? Ну, на вас же лисанет. Как это лисанет? Да нельзя столько работать, нельзя столько работать. Вы же устаете безбожно. Ეხლა ჩვენ ველოდებით, რომ წადი შენი პათხალი მიეტყვისო რა. იმდენად ცუდად ითამაშა ეს სცენაო, ალბათ ხო ხდება და უცეფო ხორავმა. გადაესახილა. Да, слушай, Георгий, устаю. და რა შევრნდო, მიხვდით, ყველაზე დიდი ადამიანიც კიო პათხალი მასთან ხშირად არის უძლურიო რა. და რამდენი ეგეთი ისტორია აქვს გიგას მოყოლილი, ღმერთმა აცხოვნოს მისი სული. კარგი პიროვნება, კარგი რეჟისორი. ყველა მაგას ამბობს, მე არ მისწავლია მასთან, მაგრამ გადაყრილიც არა ვარ, სამწუხაროდ რა, სამწუხაროდ და აქედან ყველა მაგას ამბობს, თან რაღაცა ისე მე რა მე მახსოვს 90-იან წლებში რუსეთის კულტურის სამინისტროში მაგან თავის და მარიკამ და სხვათა შორის კიდევ ვიღაც კირილ ლავროვი ესწრება ეს ჩანაწერები ვნახე, ნუ რა ჩაატარეს იქ, ნუ ისეთი ჩაუტარეს საწასულიყვნენ არ იცოდნენ რა, ძალიან მაგარი. ეხლა ყველაფერი არის ნუ იცი რა იყო ყველაფერი ამასთან ერთად რაც თქვი იყო აი მოქალაქე თავის სამშობლოზე შეყვარებული კაცი და ეხლა ეს მოდიოდა ოჯახიდან კაცო მარიკას და გიგას ორივენი იყვნენ აი თხემით ტერფამდე პატრიოტები კი ბატონო ოღონდ არა ურაპატრიოტები რაც ხშირად ემართებათ ქართველებს კი ბატონო კი შემოგარ აბსოლუტურად გეთანხმებით ავიდობ ეხლა რატომ წახვედი აღარ წახვედი ამ გზით რატომ წახვედი პოლიტიკაში არ ვლაპარაკობ რატომ აღარ წახვედი ამ თეატრალური დაავთავრე ყველაფერი და რატომ მოხდა რომ რაღაცა ნუ ცხოვრება დაიწყო ჟურნალისტობა დაიწყე როგორც მახსოვს ხო მაგრამ მანდა ერთი საინტერესო ეპიზოდი იყო გავაკეთე საკურსო სპექტაკლი როგორ იწრთობოდა ფოლადი ყველა მიფიქრე რა თუნდა ეს კომუნისტური ეს საკურსო გავაკეთე სპექტაკლი შეიკრიბა რექტორატი პედაგოგები კორჩაგის და ტავატაძე იყო ეს ჩვენი ჯგუფები ძალიან კარგი ბიჭი ვიდი ყავით რეჟისორები და რა მე მე ვიყავი რეჟისორები ჩემი საკურსო სპექტაკლი იყო ხო მაგრამ ჯგუფელები ნუ აი მაგრამ ნანა რომელაშვილი იყო უი რას ლაპარაკობ ტონა ტომანოვას თამაშობდა მოვიყვანე ლევან კიტია არ იყო ჩვენი სტუდენტი მაგრამ მოვიწვიე და ითამაშა ასეთი პერსონაჟი იქ არის ერთი ორგან ნახსენებია ტავარიშ ტუფტა და ისე მომეწონა ეს ტუფტა რომ გავხადე ასე ვთქვათ ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი ანუ როგორ იცი ანტაგონისტი იყო ტრუბაზე უკრავდა ხოლმე ახალგაზრდა პავლეს კორჩაგინის ანტაგონისტი იყო სპექტაკლში ხო და ისე წავიდა ეს სპექტაკლი ხა მეც თავისუფლება მივეცი ჩემ თავზე იქ ერთ-ერთი ფინალისკენ რომ მივდივართ ერთ-ერთი ასეთი სცენა სადაც ამ სცენაზე გამოდის ტუფტა და კორჩაგინს ეუბნება რომ აი რისთვის გაწირე თავიო რა შესწირე თავიო და შენი ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა აი ამათო ეს აპარტი ქონდა დარბაზზე რა ესე გავაკეთე შეხედე რას და ემსგავსნენ და ჩამონათვალი რომ ესეთები გახდნენ ესეთები დამთავრდა სპექტაკლი და სამარისებური სიჩუმე წამოხტა ეთერი გუგუშვილი გავარდა საპროფესოროში დაუძახა ყველას იქ და ნუ მე ვდგავარ გარეთ და მივხვდი რომ ცუდად არის საქმე და ყვირილის ხმა გამოდის იქიდან არ გახანს მოკლედ მსჯელობდნენ და რაღაცა თურმე ეთერი თქვა რომ უნდა გავრიცხოთო რა გავრიცხოთ ინსტიტუტიდან ეს ანტისავეთშინა დამიდგაო აქ ინსტიტუტშიო რა ანუ იმას შეეშინდა სულ არ არის გასაკვირი და გიზო ჟორდანი ღმერთმა გაანათლოს მისი სული აი დიდი ადამიანი გიზომ თქვა რეებს ლაპარაკობთ მაინც არა ეხეთე ხო რეებს ლაპარაკობთ ასე მე ვიცი თეატრი იმიტომ არისო რომ ადამიანს სულშიო სიმი გაუტოკოსო და გაგიტოკათ კი არა კედლებზე დადიხართ ვერ ხედავთო და თავის საქმე გააკეთა ამ ბავშვმა და გაანებეთ მოიხსნა ეს გარიცხვის საკითხი მაგრამ მე ჩავდექი ესეთ
იმაში საგორნებელში ჩავარდი, რომ ეხლა როგორ იქნება ჩემი ამბავი, აი არ გამრიცხეს, არ გამრიცხეს, მე რა იქნება. ეს საკურსო იყო თუ სადიპლომო? საკურსო. სადიპლომო უკვე იყო მუსკომედიის თეატრში, ქუთათურთა ფანდები, ერთი 20 წელი გადიოდა ანშლაგებით რა, ესეთი კოლორიტული გოგოლაშვილის ის მიხედვით იყო. და მართლა ძალიან კაი სპექტაკლი გამოვიდა, სუფთა ქუთაისური კოლორიტი იყო ამ სპექტაკლში. მაგრამ ეგეც ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ეპიზოდია, მოვდივართ ინსტიტუტიდან და მაშინდელი მიშა თუმანიშვილი შემხვდა იმელის შენობასთან. და მე უკვე ვფიქრობ რა იქნება ინსტიტუტის მერე და რაღაცა ვადნამიშა თქვენთან თეატრში რომ წამოვიდე მეთქი შეიძლება თქო, ეგრე არ წადებოდა ახლა მე და მიშა თუმანიშვილი ერთმანეთში მოვილაპარაკებდით. განაწილება იყო, იქ კულტურის სამინისტრო წყვეტდა რაღაცებს და შეიძლება გაეშვი მაგალითად რომელიღაც რაიონულ თეატრში. და უცებ ძირითადად ეგრე ხდებოდა რაიონებიდან. ბატონი მიშა მეუბნება ესეთ რაღაცას. იცი რაო? შენი თეატრი უნდა გქონდეს. ჩემ თეატრშიო? არა, შენი თეატრი უნდა გქონდეს. გავჩერდი და ვფიქრობ, ეს კაცი ალბათ დამცინდეს, ეხლა რა ჩემ ვინ გამახსნევინებს თეატრს, აგერ რამდენი წლის უზარმაზარი რეჟისორია და ბოლოს როგორც იქნა კინომსახიობთა თეატრი გახსნა. იმაზეც იწვალა კიდე. ხო, რამდენი იწვალა. და აი ესე გულდაწყვეტილი წამოვედი და მე წლები რო გავიდა და გავანალიზა, მივხვდი რომ არაფერი არ ჭირდა მიშა თუმანიშვილს რა ესე იაფასიანად დაეცინა ჩემთვის. მან მართლა ეთყობა იმ საკურსოდან, იმ სადიპლომოდან გამომდინარე, მიხვდა რომ ეს სხვა ხედვაა და უნდა შენი თეატრი. ნუ მოკლედ, ეგ არ არის მთავარი. აი ეგ პერიოდია ზუსტად რო უნდა გადაწყდეს რა და როგორ და მოვიდა მიშა კინწურაშვილი რა. მოდი რა სატელევიზიო თეატრში რამე გავაკეთოთ, მიშა ყოველთვის კარგად კითხულობდა რა. კი, ყოველთვის. ისედაც ახლა არაჩვეულებრივი ვიჟდება, კაი მსახიობს. კი. და გადავწყვეტეთ ესე, კოკო გამსახურდიას თან ერთად გავაკეთეთ ესე იგი სცენარი ამ სატელევიზიო სპექტაკლისთვის და დავარქვით საათები. და კონსტანტინე გამსახურდეს სხვადასხვა ნოველებიდან, აი საათები იყო დრო და მარადილობა, აი ეს, ახლა ვინ მყავდა დაკავებული, წარმოვიდგინე. კოტე მახარაძე, გია ლეჟავა, მიშკა კინწურაშვილი და ნინო გაჩიჩილაძე, ახლა მსახიობია გრიბოედოვის თეატრში. იცი შენ არ შეიძლება არ იცოდე. და ჩაწერის წინა დღეს ტელევიზიიდან მიერეკავენ რომ აღარ იქნება ჩაწერა. როგორია ახლა კოტე მახარაძე მოყავს რეპეტიციებზე გია ლეჟავა და ახლა უთხარი ამათ რომ სპექტაკლი. მივედი ტელევიზიაში. მოკლედ დიდი ბრძოლა კი დამჭირდა, მაგრამ შევედი თავმჯდომარესთან, ნუგზარ ფოფხაძესთან. აი ვინ იყო ტელევიზიის ნამდვილი გურუ რა. კითხვაში მიწერია, გადავდიოდი. უნიჭიერესი ადამიანი. კი ბატონო, მე 79 წელს მივედი ტელევიზიაში. ხო, აი ან რა პროგრამები იყო, ხო? ან რა პროგრამები იყო, ან რა არმაზე იყო მოადგილე სანებილიძე და ივლიტა მესხიშვილი, საოცარი ქალი, ხო, ქალი ენციკლოპედია. მივედი და მოკლედ ესე და საკმაოდ ისეთ ნუგზარს იუმორის გრძნობა არასოდეს არ ღალატობდა, მომისმინა ყველაფერი, მერე გავარკვია იქ რა მომხდარა, მაგრამ ეხლა ამ გადაცემის ფორმატში არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. იცი რა, ხო ხედაო ჯაყოს ხიზნებიო, რამდენი ხანი იდო თაროზეო რა. და გაუშვიო. დამაცადეო და მაგასაც გაუშვებ. თურმე იქ რაღაც პრობლემებია რა. ვთხარი ვის მადარებთ კიდე ის თემურ ჩხეიძის იყო რა თქვენ რომ თაროზე დადეთ ხალხი ლაპარაკობდა თემურ ჩხეიძის სპექტაკლი დადეს თაროზე და მე ვინო ვარ მე ვთხარი ჩემს ხალხს რომ თაროზე და ვინ რას გაიგებს მეთქი მოკლედ ესე იგი ამ ჩვენი კამათის დემის შემდეგ მან გადაწყვიტა რომ მე უნდა მივიდე ტელევიზიაში რეჟისორად აჰა ხო და არ გახანს რატომღაც წინააღმდეგობას ვწევდი და ბოლოს დავთანხმდი დავთანხმდი და ერთი წუთით არ მინანია, იმიტომ რომ ახალგაზრდობის რედაქციაში ვიყავი, ეს იყო ყველაზე პროგრესული რედაქცია, აი დადგმითი გადაცემები მქონდა, მე საავტორო გადაცემები მქონდა. ახალი შენობა ერქვა, ახალ შენობაში იყავით თქვენ მესამე სართულზე, შეუბადონო, ზოოპარკი იყო, იქ ვიყავით კი ბატონო,
მან მოდიოდი ხოლმე და 5 კაპიკიანი თამაშობდით ფეხბურთს მე და კობა მახარობლიშვილი ხო. და ტიკ დავკიდევდი იმას პალტოს, რომ ვითომ იქ ვიყავი ლიტერატურულ რედაქციაში რა. ნახევარ ტელევიზია ექცეოდა ეგრე სხვათა შორის. ჩემ დროს იყო სოსო პაიჭაძე იყო მის რა ქვია ლიტერატურული შეფი, ბექა მეძმარიაშვილი იყო თავარი რეჟისორი. ბამბუკა სალუქვაძე პირველობა ვინც მოვკიდა ხელს საოცარი ხალხი ლია დაურიანიძე მოგოცაძე მთავარი მხატვარი მაშინ ტელევიზიის და ნუ აი ძალიან მაგარი შემადგენლობა იყო იმ დროინდელ ტელევიზიაში და ასე წავიდა ეს ყველაფერი მე ესე იგი უკვე 9 აპრილი რომ მოახლოვდა უკვე ესეთი სიტუაცია იყო სხვათა შორის 98 წლის ნოემბერში პირველად ტელევიზიით ირაკლი წერეთლის ინტერვიუ მე გავუშვი. მაშინ ისხდნენ სპორტის სასახლესთან შიმშილობდნენ მოთხოვნით რომ ქართველებმა არ უნდა იმსახურონ რუსის ჯარში, ნუ საბჭოთა ჯარში ანუ რა. მერე კი საბოლოოდ ეგრე მოხდა. ხოდა პირველად გავუშვი მე ხლა რატომ კი იყო იქ რომ აი ეს არაფორმალია და აი როგორ შეიძლება და აი რას გვეტყვენ მე რა უნდა გვითხრან მე ხო არაფერი არ მომიგონია ფაქტია იწვნენ იქ სპორტის სასახლესთან ჩავწერე ინტერვიუ რატო არ უნდა გავიდეს რატო არ უნდა გაიგოს ხალხმა რა არის და როგორ ხდება და რანაირად მე იყო 9 აპრილი და მე და მამუკა არეშიძემ გავაკეთეთ დიდი ჟურნალისტური გამოძიება 9 აპრილის ეს პერიოდში აი ერთ წელი იყო ჩვენ შორის განსხვავება მაგრამ ტელევიზიაში მუშაობდით ერთ-ერთად კი ბატონო კი და მე დრონიდან 10-15 წუთიც არა გვაქვს დარჩენილი 10 წუთი გვაქვს დარჩენილი ხო და მე ცოტა უფრო ადრე უნდა მითხრა და გამაჩერე მე იმდენი მაქვს მოსაგონებელი კაია პოლიტიკაზე დაგრებს ვილაპარაკებს არ გვინდა და ვილაპარაკოთ აი 9 აპრილზე რა ხდება მითხარი ილაპარაკეთ ჯერ და მე დრონიდან მე არაფერი აღარ უნდა მაგას ეს იყო პირველი ჟურნალისტური გამოძიება ეხლა ვიღაცებს რო გონიათ რომ აღმოაჩინეს ეს ჟანრი გაიგე და ვითომ გამოძიებას ატარებენ სინამდვილეში ეს იყო 3 საათნახევრიანი ჟურნალისტური გამოძიება თავის მოწმეების ჩვენებით, ქრონიკით, რა არის შემდეგ ხდებოდა, ვინ საიდან შემოვიდა, მოედანზე ვინ როგორ მოიქცა, როგორ გამოდევნეს ხალხი იქიდან. აი რაც სხვათა შორის 2011-ში საერთოდ გასასვლელი არ დაუტოვა მაშინდელმა ხელისუფლებამ მომიტინგებს რომ დაშლილიყო, ხო? მაგრამ იმ სასტიკმა საბჭოთა ჯარმა როგორ შეიძლება მაგაზე რამე კარგი თქვა, მაგრამ ეს კონდათ რომ დაუტოვეს გასასვლელი. ამოცანა იყო რომ დაშლილიყო ეს თავყრილობა და არა დაეხოცათ ხალხი. მაინც კი დაიხოცნენ და ეს მოუშუშებელი ტკივილია დღემდე. დრონიდან მერმისი, აი ხა თქვენი ეს აი ტელეკომპანიები. ჯერ იყო მერმისი. ხო. ნოდარ ბეთანიშვილი გახსოვს ეკონომიკური მემოხილველი ტელევიზიის. მისი შვილი, საშა ბეთანიშვილი, კიდევ რამდენიმე ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა ავსხედით და საშას ინიციატივა იყო ეს რომ გავაკეთოთ კომერციული ტელევიზია. მაშინ ახალი შემოსული იყო ეს კომერციული მაღაზია კომერციული და ყველაფერს კომერციულს ეძახოდნენ. ეს პერიოდი კოოპერატივები რო დაუშვა გარბაჩოვის მანერა და მერე მიყვა და მიყვა ეს ამბები, ხო? და გავაკეთეთ ეს პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანია მერმისი, რომელიც გადიოდა დღევანდელი მეორე არხის დიაპაზონში. და უნდა გითხრა რომ ეს აი რაღაცა სუფთა ჰაერს რო ჩაისუნთქა ხო მაგალითად პირველად ვაჩვენეთ ჩვენ პირდაპირ ეთერში ოსკარის დაჯილდოება თავიდან ბოლომდე პირდაპირ ეთერში ხმოვანდებოდა რა უნიკალური თანამშრომელი ყავდა ლიანა ჯერვალიძე ძალიან ჭკვიანი გოგო ეხლა რაღა გოგო ქალები ვართ ორივე ძალიან ჭკვიანი, რამდენიმე უცხოენით და აი ესეთი ფრანგული, ინგლისური, აი უამრავი ესეთი რაც მანამდე არ არენახა საბჭოთა ტელემაყურებელს ეს გადიოდა ჩვენთან ეთერში. მერე მოყვა ამას სახელმწიფო გადატრიალება, ეს არის 91-12 წლები, ჩვენი მთელი აპარატურა გამოიწვა კავშირგაბმულობის სახლში. და მერე დავაფუძნეთ უკვე, ნუ საშა მერე საზღვარგარეთ წავიდა და ნაწილმა დამფუძნებლების მერმისის დავაფუძნეთ ახალი ტელეკომპანია დრონი, რომელიც ასევე კვირაში 3-ჯერ გადიოდა, ოღონდ ახლა უკვე პირველი არხის ეთერში და ძალიან შეგვიწყო ხელი არჩილ გოგელიამ, თავმჯდომარე იყო მაშინ და ლევან ღვინჯელიამ, რომელიც მისი მოადგილე იყო, ძალიან დაგვიჭირეს მხარი და ეს პარლამენტის წევრი 92-დან ხო თუ არ ვცდები ხო 92-92 წლები 92 და ორჯერ ორი
ორჯერ იყავი ხო პარლამენტის? ორჯერ ვიყავი, მესამეჯერაც უნდა ყოფილიყავი, მაგრამ აღარ შევედით რატომღაც პარლამენტში და იმას აღარ ვთვლი რა. ხო საკრებულოში ესე კი. აი რას ვფიქრობ ეხლა მე რომ ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან ეხლა როგორც პოლიტიკოსი ეხლა როგორ აფასებ იმ პერიოდის საქმიანობას აი მაინტერესებს რომ აი გაქვთ თუ არა მაგალითად ფიქრი რაღაცა სხვაგანად გააკეთებდი აი დღეს თქვათ რა აი ფოტოები გვაქვს ეს ვანახეთ კი. იცი რა არის ჯაბან აი კიდე ფოტოები მე საერთოდ არ დამიგეგმია პოლიტიკაში მოსვლა. მოხდა ესე რომ ბლოკი ერთობის პიარი მთხოვეს მე რომ სატელევიზიო რეკლამები და ესენი გაკეთებული იყო და ვაკეთებდი ამაზე. რომ შემომთავაზეს, აი რა მინდა ეხლა მე ტელევიზიაში ვარ, ჩემთვის კარგად მუშაობ რა, არ მინდა მეთქი უარი ვთქვი. მეორეჯერაც შემომთავაზეს, უარი ვთქვი და მე კოკა მითხრა ჩემო ფარმა, რომ ვერ ხვდებიო რომ უხერხულ მდგომარეობაში იყენებ თავს, რატომ მეთქი? ამ ბლოკის პიარი მიყავს და უარს ვრავა, ესე იგი შენ თვითონ არ გჯერე რომ გავა ეგ ბლოკი პარლამენტში. აი ჩამწერეთ მე უთხარ და ესე აღმოჩნდა რომ მოხვდი პარლამენტში და იცი როგორ იყო ეს უნიკალური პარლამენტი იყო, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა თვალსაზრისი რაც იყო საზოგადოებაში, ყველა იყო წარმოდგენილი პარლამენტში, ყველაზე ხმაურიანი, ყველაზე მოჩხუბარი პარლამენტი, მაგრამ აი ქონდა იმის შეგრძნება, რომ ადამიანი რომ რაღაცას ყვიროდა, ის ანგარებით კი არ ყვიროდა. ასეთვლიდა და იმიტომ იძახდა. სულ იყო ჩხუბი, გაუგებრობები და ასე შემდეგ. 6 თვე მე ხმა არ მომიღია და ჯაბა იოსელიანი იცინოდა ეგ. აი 6 თვე ხმა ხო არ მოუღიაო და მე რომ დაიწყო ვეღარ გავაჩერეთ. რატო როგორი ფოტოებია? ხო. კი. ეს ადროკასაც არ არის, კი. და მოკლედ რატო არ ვიღებდი ახლა ხმას? აი მე ვიყავი ესეთი პიეტეტით განწყობილი, რომ ეს ზეპური საზოგადოება, ეს პროფესორია, ეს აკადემიკოსი, ეს გენერალია და მე რა უნდა ვთქვა ახლა ისეთი, რომ და მე უსმენ და რაღაც აშკარა სისულელე თქვა ერთ-ერთმა პროფესორმა. მე ვფიქრე ეთყობა ამის უკან რაღაცა ისეთი ჭკვიანურია, რომ მე ვერ მივხვდი რა. უსმინე და მე მივხვდი, რომ სისულელის უკან არაფერი არ არის სისულელის გარდა და მე უკვე რა თქმა უნდა დავიწყე ჩემი პოზიციის გამოხატვაც. მე რა ვიცი, არაფერს არ შევცვლიდი ჯერ ერთი, იმიტომ რომ საერთოდ მგონი არ არის სწორად დასმული კითხვა, ადამიანს რო შეეძლოს წარსული შეცვალოს, მას ღმერთივით ყველაფერი შეეძლებოდა და ეს არ არსებობს ბუნებაში, ხო, რაც იყო, ის იყო. თუ რაღაც არ მოგწონს შენს წარსულში, უნდა დატოვო და წინ წახვიდე. იმ წარსულში არ უნდა ჩარჩა. საუბედური და ბევრი პოლიტიკოსი ჩარჩა წარსულში. ეს მე არ მიხარია პირიქით. და რამდენი ეხლა რა მინდა ძალიან ცოტა გვაქვს რო რა გული მწყდება რა კიდე უნდა შევხვდეს მე როცა იქნება. მე შევხვდეთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი დასასრულისკენ მიდის დრო. რეგლამენტმა მომკლა აღარ შემიძლია დამღალა და გამთანგა კაცი და მაინც ეხლა ამდენი რამე უკვე ჩესკოს თავმჯდომარე იყავი. რა ქვია უფლებათა დამცველი შემობადა. ეხლა აი ამ ყველაფერი რაც გამოდის პარლამენტარი, საკრებულოს წევრი, დივანი, ყველა ჟურნალისტი, თეატრალური დამწერლობი, ნუ რა გითხრა რა, საოცრებად ხდება და აი როგორ ფიქრობ, ეხლა დღეს როგორ აი რას ფიქრობ, შეიძლებოდა რომ რამე რომელი უფრო რაღაცა კვალიდატოვა შენთან რომელიმე თუ აი რომელიმე შეიძლება და არ ყოფილიყავი და არ იყო შენი საქმე, აი ბოლოს ექნება ეს რაღაცნაირად რეზუმე ესე რაღაცნაირად გავაკეთოთ. დასასრულისკენ წავიდეთ სამწუხაროდ და დავემშვიდობოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ მაინტერესებს რომელიმე ერთ-ერთი ხომ არ თქვი რომ არ უნდა ყოფილიყავი იქ მაგალითად შენ. არა, არ არის ასეთი. შეიძლება ჩემი ოჯახური აღზრდის ბრალია, შეიძლება ჩემი ხასიათის დიდწილად, მაგრამ მე არასოდეს არ ვარ იქ, სადაც არ მინდა რომ ვიყო, სადაც არ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც არ მიხარია რომ ვაკეთო და ამ ხრივ ძალიან მადლიერი ვარ განგების, რომ ყოველთვის რაღაცა ისეთი საქმე მქონდა, რომელშიც თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი და ვიხარჯებოდი ხოლმე. კოკას უყვარდა ხოლმე თქვა, რომ აი თუ კი რამე გისწავლია ცხოვრებაში, ყველაფერი გამოგადგაო.
ასეც არის ახლა თავის დროზე ტელევიზიაში რომ მუშაობდი ვერ ვიტანდი ამ მემანქანეების ბიუროს, იმიტომ რომ რა ხარუხი გაუდიოდა იქ უბრალოდ და სახში ქონდა საბეჭდი მანქანა ქართულიც რუსულიც და მე თორ მეშტავდი ხოლმე რაც ქონდა დასაბეჭდი. კომპიუტერები უბედურება. ხო და მესამე სართულზე იყო იქ. კი, მესამე სართულზე უზარმაზარ ოთახში 1-30 მემანქანე იჭდა და ხო ხო და მე პირველი კომპიუტერი რო შემოვიდა, მე უკვე ეს მანქანა ათვისებული მქონდა და კომპიუტერზე უპრობლემოდ დავიწყე მუშაობა. მე როგორ გითხრა ხა არ შემიძლია არ უნდა გამოვტოვო მე. ჩვენი თაობის გამორჩეული წერლები, პოეტები ყველანი თითქმის გაიზარდნენ პიონერთა სასახლეში. პიონერთა ერქვა მაგას თორე ეს იყო აი პატრიოტიზმის ბუდე და ფაცია პაიჭაძესთან. ეს იყო უნიკალური ადამიანი, მან შექმნა ნორჩშემოქმედთა წრე. და იმ წრეში დავდიოდი, როცა გაგერ ლაშანადრეიშვილიდან დაწყებული, ლაშა თაბუკაშვილიდან დამთავრებული, უამრავი დათო მაღრაძე და უამრავი რა, ვინც კი მე ამ გზას დაადგა. და მეც გამომადგა ეს სცენარების წერაში, მე აი გამართული წერა კითხვა არის აუცილებელი ვიმახრა პოლიტიკოსისთვის. პოლიტიკოსი ყველასთვის მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ქართულად მარტო ჩვენ ვლაპარაკობთ და ვწერთ, მეტი არავინ. შეიძლება რომელიღაც ბრიტანელმა ინგლისურს ასე არ ჩასდიოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყანა ლაპარაკობს ინგლისურად, მაგრამ ჩვენ მარტო ჩვენ ვართ. ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ ეს და არ გადავეცით მომავალ თაობას, გაფუჭდება ქართული ენაც, ქართული აი წერის კულტურა. და აი ეს ყველაფერი ძალიან გაუმადგა, იმიტომ რომ ვიყავი ორი გაზეთის რედაქტორი სხვადასხვა დროს, ხო, მუშაობდი საიტებზე, წიგნების რედაქტირება, ერთი პერიოდი აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ანუ რა არის იცი დედაჩემმა მთელი თავისი ინვესტიცია თუ შეიძლება ასე ითქვას ჩადო ჩემს განათლებაში და ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება დაკარგო ყველაფერი შეიძლება წაგართვან მაგრამ აქედან ვერ წაშლი შენი შვილის ეს თუ ჩადე შენ როგორ დედაშენოჩა ისი რა არის მეც ვეცადე რა თქონდა დრო თუ დაგჭა მაგრამ მე არ მქონდა იცი საერთოდ ქალი თუ წარმატებას აღწევს რამეს არა არასოდეს არ ვიფიქროთ რომ მარტო თვითონ იყო ეს თუ არა ოჯახის მხარდაჭერა ვერც ერთი ქალი ვერც ერთ საქმეში ვერაფერს ვერ მიაღწევს თუ ვერც კაცი ხო მაგრამ ქალი განსაკუთრებით იმიტომ რომ ქალს გაცილებით უფრო დიდი ტვირთი აქვს ოჯახური და ამიტომ ასე მე გამიმართლა ამ ხრივ რომ მე ჩემი მშობლების ოჯახიც ჩემი მეუღლეს ისინი ყველანაირად მიწყობდნენ ხელს და დღესაც უზომოდ მადლიერი ვარ ამისთვის ანა აი მე გაგიხდი ბოდიში პირველ რიგში იმიტომ რომ კარგად ვერ გადავანაწილე დრო როგორც ვატყობ რა იმიტომ რომ მე უნდა წავიყვანო ეგ ისა ისედაც ცოტა რა არასდროს არ მყოფ ის ახლა შენაირი სტუმრები რომ მყავს არასდროს არ მყოფ ის დრო და მაპატიო უნდა ამჯერად და უნდა გამოგემშვიდობო ჩემო კარგო იმიტომ რომ საკმარისია ეს და სხვა დროს სხვა თემებზე ვილაპარაკო კი ბატონო რა აი ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის შემოგებო ჩემი თავი წარმატებებს გისურვებ ჯანმრთელობას უსურვებს ყველა შენი ჩანს შენს დედიკოს შენ დაიკო მარიკა მომიკითხე იმიტომ რომ ჩვენ ბავშვობიდან რაღაც აი ძალიან კარგად მახსოვს და ძალიან ბევრი დროა კარგი დრო აი კარგი დღეები იმიტომ რომ ჩემი მეგობრის მიშა ტომარაძის კლასები იყო და მომიკითხე და მიდა წარმატებები გისურვებ და ჯანმრთელობა გისურვებ და ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა შენს ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. უღრმესი მადლობა ბატონებად ხალბატონებო ეს იყო ჯაპანის პაპანაკება და იყო რადიო სიცხე 98.5 მომავალ ქუჩაბათამდე გაგებშიდობებით. სხვა რაგს დაგვაქვს გულდაწყვეტილი გებშიდობებით იმიტომ რომ რაღაცები დამჭა კიდე რა სათქმელი დანასთან და ვერ მოვახერხე. ბედნიერად.